გამარჯობა იმისთვის, რომ შენი მეხსიერება კიდევ უფრო სხარტი იყოს და უფრო ყურადღებით შეძლო ყველა დეტალის შემჩნევა, გთავაზობ ერთ ძალიან სახალისო თამაშს. შენც თუ გაქვს რაიმე იდეა, თუ როგორ შეიძლება გავავარჯიშოთ ჩვენი მეხსიერება და ყურადღება, აუცილებლად გაგვიზიარე. ახლა კი ძალიან კარგად მოусმინე თამაშის წესებს. 10 წამი გაქვს იმისათვის, რომ დაიმახსოვრო ცხოველების მდებარეობა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი გაქრება, მის ადგილას გამოვა კითხვის ნიშანი და შენ უნდა გაიხსენო თუ რომელი ცხოველია. ეს თამაში სულ 5 ტურისგან შედგება, ნელ-ნელა რთულდება და შეგიძლია ითამაშო მეგობართან ერთად. ხოლო თუ კლასთან ერთად თამაშობ, გირჩევ რომ ხელის აწევით უპასუხო მასწავლებელს. ახლა კი მომზადე პირველი ტურისთვის და დრო ჩაირთო. 3, 2, 1 დრო ამოიწურა და რომელი ცხოველია? კითხვის ნიშნის ადგილას. თუ თქვენი ვერსიები უკვე წარმოადგინეთ, მოდი სწორი პასუხი ვნახოთ. როგორც ხედავ, ჟირაფი იყო სწორი პასუხი. ახლა კი მეორე ტურისთვის მოამზადე. 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. რომელი ცხოველია კითხვის ნიშნის ადგილას? მზად ხარ სწორი პასუხის შესამოწმებლად? სწორი პასუხია პანდა. ახლა კი მესამე ტურისთვის მოამზადე, თუ შეგეშალა პასუხები, გირჩევ უფრო ყურადღებით იყო. მესამე ტური უფრო რთულია და ახლა 2 ცხოველი გაქრება. და რომელი 2 ცხოველია? დავბრუნდეთ სწორ პასუხებზე და ეს არის სპილო და ირემი. გილოცავ თუ სწორად უპასუხე. ახლა კი მოდი მეოთხე ტურისთვის მოვამზადოთ. მოიკრიბე ყურადღება და დრო ჩაირთო. 3, 2, 1 და რომელი 2 ცხოველია მათ ადგილას? ეს არის პანდა და ბეჰემოთი. იმედია სწორად უპასუხე. ახლა კი ბოლო მეხუთე ტურის დროა. თუ მოგეწონა ჩვენი თამაშები და ვიდეო, აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი და ჩვენ კიდევ ჩავწერთ მსგავს ვიდეოებს. მეხუთე ტური თქვენს წინაშე. 3 ცხოველი გაქრება ახლა და ძალიან ყურადღებით იყავი. და მზად ხარ სწორი პასუხისთვის? მაშინ ვნახოთ, ეს ცხოველებია სპილო, კენგურუ და ზებრა. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ გამოიწერე ჩვენი არხი შემდეგი ვიდეოებისთვის. დროებით დიდი მადლობა!